18 კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია ერთ სივრცეში. დღეს რუსთავში რუსთავის შოპინგ შოუს რიგით მეორე ჩვენება გაიმართა. საღამოზე კომპანიებმა და კერძო სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს. რუსთავის შოპინგ შოუ უკვე მეორე წელია იმართება და მას ორგანიზებას ლაშა კანკავა და ლიკა ხვედელიანი უწევენ. შოპინგ შოუ ქალაქის მერიის მხარდაჭერით ტარდება. რუსთავის შოპინგ შოუს მეორე საზაფხულო ჩვენებაზე უკვე 18 მონაწილეა, 18 პარტნიორი, რაც სამჯერ აღემატება პარტნიორების რაოდენობას, რაც იყო ამ ღონისძიების პრეზენტაციაზე გასულ წელს შემოდგომა. ესეთი ტემპით თუ გავზარდეთ პარტნიორების რაოდენობა, პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მე ვიღებ მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი ვიზაჟისტი, თუმცა თანამშრომლობ ყვავილებისა და სილამაზის სტუდია აზიათთან. ესენი ჩვენი მოდელები არიან. მე მგონი დღეს ძალიან მაგარი ნამუშევრები გამოგვივიდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საზოგადოება ალბათ უკეთ შეაფასებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, განსაკუთრებით ლიკა ხვედელიანს და ლაშას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირეოდენი წვლილი შეიტანა იმისთვის, რომ დღევანდელი საღამო შედგეს. ჩვენი ქალაქისთვის მსგავსი ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანია და ჩვენც რა თქმა უნდა მხარდამჭერები ვართ და რაც მეტი მსგავსი პროექტი იქნება ჩვენ ქალაქში, ჩვენთვის უკეთესი იქნება.